რუსთაველის გამზირზე კი 30 დღეა ვითარება უცვლელია. ყოველ დღე საქართველოს მოქალაქეები პროტესტის მთავარ ეპიცენტრში მთავარი მოთხოვნების გარშემო ერთიანდებიან. როგორც შეხვდნენ მშვიდობიანი საპროტესტო დემონსტრაციის მონაწილეები ოფიციალური ვაშინგტონის უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტილებას ოლიგარქ ივანიშვილის დასანქცირების თაობაზე. დავით კობიძე იმყოფება რუსთაველზე და სწორედ მისგან გავიგებთ, რას ფიქრობს ხალხი ოლიგარქის დასანქცირებაზე. 30 დღეა რუსთაველის გამზირზე მოქალაქეები განაგრძობენ შეკრებას და დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი საღამო ამ ადამიანებისთვის, განსაკუთრებით ვინაიდან ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკვე იცის მაყურებელმა, რომ დაასანქცირა ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი რუსეთის სასარგებლოდ საქართველოს დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში დაადანაშაულა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და სწორედ ამის გამო დაუწესა ოლიგარქ ივანიშვილს ფინანსური სანქციები. ამ გადაწყვეტილებას ამერიკის შეერთებული შტატებისა, რომელსაც ელოდა დიდი ხანია სამოქალაქო საზოგადოება, მოყვა პირველი რეაქციებიც მოქალაქეების თითქმის დიდი ნაწილი, ვინც აქ იმყოფება, ყველა ამაზე საუბრობს, ამას განიხილავს და თვლიან, რომ ეს ნამდვილად არის სამოქალაქო საზოგადოების მიღწევა იმ ადამიანების, ვინც უწყვეტად აპროტესტებენ იმ ანტისახელმწიფოებრივ გადაწყვეტილებას, რომელიც ეგრეთ წოდებულმა ხელისუფლებამ მიიღო. ჩვენ შეგვიძლია გავესაუბროთ აქ მყოფ მოქალაქეებს, ადამიანებს, ვინც იმყოფებიან რუსთაველის გამზირზე. გია ნოდიაა ჩვენთან ერთად, მასთან გავაგრძელებთ პირდაპირ ეთერში საუბარს. ბატონო გია, შევაფასოთ კიდევ ერთხელ ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან ეს გადაწყვეტილება, კრიტიკული გადაწყვეტილება, რომელსაც ამდენი ხანი ელოდებოდა სამოქალაქო საზოგადოება. აი პოლიტიკურ ჭრილში რას ნიშნავს, როცა ოლიგარქი ივანიშვილი უკვე ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან არის სანქცირებული დემოკრატიისთვის, ძირის გამოთხრისთვის და რუსეთის სასარგებლოდ საქმიანობისთვის. ეს აქამდეც იყვნენ დასანქცირებული ადამიანები, მაგრამ ამ შემთხვევაში ამერიკის ხელისუფლებამ სამიზნედ აირჩია რეალური ხელმძღვანელი ამ რეჟიმის. გასაგებია, რომ ახლა არავის აღარერიდება იმის თქმა, რომ რეალურად ეს დიქტატურა არის ბიძინა ივანიშვილის პირადი დიქტატურა და შესაბამისად სამიზნე უნდა იყოს ივანიშვილი. და ეს არის რაღაც ახალი ნაბიჯი. გასაგებია, რომ ესე იგი დასავლეთის მხრიდან ზეწოლა ხდება საქართველოს ხელისუფლებაზე და ეს ზეწოლა სულ უფრო იზრდება. აი ამ ზრდის მაჩვენებელია ეს სანქციები და ეს მნიშვნელოვანია, რომ ეს მოდის ბაიდენის ადმინისტრაციისგან, მაგრამ მეორე მხრივ ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან, მომავალი ადმინისტრაციის წარმომადგენლების მხრიდან და ზოგადად რესპუბლიკელების მხრიდან კიდევ უფრო მკაცრი განცხადებები კეთდება, ასე რომ ის რაღაც მითი, რაღაც ილუზია, ზღაპარი, რომ აი ტრამპი მოვა და ყველაფერი დაალაგდება, ეს ზღაპარიც, ასე ვთქვათ, აღარ მუშაობს, ასე ვთქვათ, ეს შეუძლებელია უკვე ამით მოტყუება საზოგადოების, საკუთარი მომხრეების, საკუთარი ამორჩევლების. თავისთავად მე ვერ ვიტყვი ტექნიკურად ეს სანქციები პირადად ბიძინა ივანიშვილის მიმართ, ასე ვთქვათ, რაზე აისახება კიდევ, მაგრამ გასაგებია, რომ ამით საქმე არ დამთავრდება და ზეწოლა საქართველოს ხელისუფლებაზე გაგრძელდება, როგორც ამერიკის, ისე ევროპელების მხრიდან. დიდი მადლობა გია ნოდიას უსმენდით პირდაპირ ეთერში და როგორც ენტონი ბლინკენი წერს სოციალურ ქსელში, ივანიშვილი დასანქცირებულია საქართველოს დემოკრატიისა და ევროატლანტიკური მომავლისთვის ძირის გამოთხრისთვის და ბატონი გიაც საუბრობდა პირდაპირ ეთერში, რომ არც ტრამპის ადმინისტრაციის იმედი უნდა ჰქონდეს საქართველოს ხელისუფლებას, ვინაიდან ჩვენ ნახეთ მთელი გუშინ ღამის განმავლობაში ჯო უილსონის განცხადებები და სავარაუდოა და ვარაუდობს ექსპერტებიც, პოლიტიკური სპექტრიც, რომ ტრამპის ადმინისტრაციასაც ექნება მკაცრი ნაბიჯები ოლიგარქის გუნდის მიმართ. თიკა ბუკუჩავაა ჩვენთან ერთად, თქვენც გითხავთ, თიკა პირდაპირ ეთერში ვართ. როგორ ფასდება ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან ეს მკაცრი გადაწყვეტილება, რომელიც ნახეთ, რომელსაც ელოდა ამდენი ხანი სამოქალაქო საზოგადოებაც, პოლიტიკური სპექტრიც. ამის შემდეგ უკვე რას უნდა ველოდოთ რეჟიმის მხრიდანაც და საერთაშორისო პარტნიორების მხრიდანაც, როდესაც გავრცელდება ეს უკვე სხვა ქვეყნებზეც. ამ ტერორის ძალადობის
რეპრესიების შემდეგ, რაც ვნახეთ ბოლო რამდენიმე კვირის მანძილზე, რაც რა თქმა უნდა ძალიან მძიმე იყო და არის ჩვენი საზოგადოებისთვის. დღეს ნამდვილად არის ძალიან დიდი გამარჯვება უპირველეს ყოვლისა იმ ადამიანების, რომლებიც ასე დაუღალავად ერთითვის მანძილზე დგანან აქ რუსთაველის გამზირზე. ეს მათ შორის არის დიდი შრომის შედეგი პოლიტიკური პარტიების, სამოქალაქო სექტორის, რომელსაც უნდა ვაღიარო, რომ მრავალი წლის მანძილზე ვეწეოდით და ნამდვილად აღმოჩნდა ყველაზე დიდი საახალწლო საჩუქარი ქართველი ხალხისთვის, რომ როგორც იქნა ამერიკის ადმინისტრაციამ მიიღო ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება და ფინანსური სანქციები დააკისრა პირადად ბიძინა ივანიშვილს. არა ვახტანგ გომელაურს, არა ხარებად წოდებულ ზვიად ხარაზიშვილს ან ნებისმიერ სხვა სისტემის ჭანჭიქს, არამედ თავად ბიძინა ივანიშვილს, რომელიც უპირველეს ყოვლისა პასუხისმგებელია ამ ძალადობაზე. ევროატლანტიკური კურსის შეჩერებაზე. ძალიან ნიშანდობლივია ის, რომ ეს არ არის სანქციები, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტმა მე ვარ გიორგი იგაძე მხატვარი, ჩემი სიყვარული მოგდეთ ხომ ბოდიში. მრავალზამიერ თბილ ქართველებს, მე საქართველოს მსახური ვარ ხელოვანის. კი, ნამდვილად დღეს ხედავთ, რომ ყველა არის ერთიანი, ყველა არის ძალიან გახარებული. რატომ? იმიტომ, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი ქართველი ხალხის მხარდასაჭერად ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან. როგორც ვამბობდი, ნიშანდობლივია ის, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ამ შემთხვევაში გამოიყენა არა ეგრეთ წოდებული გლობალური მაგნიცკის აქტის სია, რაც ვნახეთ სხვა სანქციებთან მიმართებაში, არამედ ეგრეთ წოდებული ოფაკის დეზიგნაცია, ეს არის საგარეო აქტივების კონტროლის ოფისი, რაც უშუალოდ ნიშნავს იმას, რომ ივანიშვილი რუსეთის მავნე გავლენებს ავრცელებს საქართველოში, ანუ პრაქტიკულად ის უკვე ცნო ამერიკის შეერთებულმა შტატებმა როგორც რუსეთის მავნე გავლენების აგენტი, რუსეთის აგენტი, რომელიც ცდილობს, რომ საქართველოში გაზარდოს რუსული გავლენა და ამით აკეთებს რუსულ საქმეს. ეს არის ის, რაც ჩვენ მრავალი წლის განმავლობაში ვიცოდით და ვამტკიცებდით, რაც კიდევ უფრო ღიად დაინახა ქართველმა ხალხმა 26 ოქტომბრის რუსული სპეცოპერაციის შემდეგ, სადაც ივანიშვილმა მიიტაცა ქართველი ხალხის თავისუფალი ნება არალეგიტიმური არჩევნებით. ამ ეტაპზე უკვე საზოგადოებრივი კონსოლიდაცია არსებობს, რომ დიახ, ივანიშვილი რუსულ საქმეს აკეთებს. მე დარწმუნებული ვარ, რომ ამერიკულ სანქციებს, ბრიტანულ სანქციებს ასევე დაემატება ევროკავშირის სანქციები. იცით, რომ იქ კონსენსუალური გადაწყვეტილების მიღებას ბლოკავს ვიქტორ ორბანის უნგრეთი, რომელსაც მხარი აუba სლოვაკეთმა, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან პირადად ბიძინა ივანიშვილზე ფინანსური სანქციების დაწესების გადაწყვეტილების შემდეგ კაია კალასის უშუალო ჩართულობა ამ პროცესში გადატეხავს პროცესს ასევე ევროკავშირის დონეზე და ჩვენ იგივე გადაწყვეტილებას ვიხილავთ ასევე ევროკომისიის მხრიდან. ასე რომ მადლობა და მართლა ძალიან მნიშვნელოვანი დღეა და ეს გამარჯვება ნამდვილად არის უპირველეს ყოვლისა ქართველი ხალხის და იმ საქართველოს მოქალაქეების დამსახურება, რომლებიც ასე დაუღალავად დგანან რუსთაველზე და იბრძვიან ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის. მადლობა ბოკუჩავას უსმენდით პირდაპირ ეთერში ამერიკის შეერთებული შტატების ამ გადაწყვეტილების შემდეგ, როგორც პოლიტიკური სპექტრი უკვე აკეთებს აქვთ მოლოდინები, უნდა ვივარაუდოთ, რომ ევროკავშირის მხრიდანაც იქნება მსგავსი ნაბიჯები მიღებული. შეგვიძლია განვაგრძოთ საუბარი სხვა პოლიტიკოსებთანაც. კოალიციას ცვლილებისთვის ერთ-ერთი წევრი ნიკა ფარულავა არის ჩვენთან ერთად. ნიკა, ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქი უკვე ოფიციალურად ამ გადაწყვეტილებით ამერიკამ თქვა, რომ ის არის რუსეთის ინტერესების გამტარი და რუსეთის საკეთილდღეოდ საქართველოს დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრისთვის დაასანქცირა. პოლიტიკურად ეს რა განაცხადია, რა პოლიტიკური გაგრძელება მოყვება ამას ქვეყნის შიგნით, ქვეყნის გარეთაც და რამდენად მოსალოდნელია, რომ იგივე ზომები უკვე
ევროკავშირის მხრიდანაც ჩვენ უკვე ვიხილავთ. ხო, პირველ რიგში უნდა ვიცოდეთ, რომ ეს ყველაფერი მათ შორის არის პირველ რიგში დამსახურება იმ ადამიანების, რომლებიც აქ უკვე თითქმის ერთი თვეად განან და არა უბრალოდ განან, არამედ საკუთარი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ფასად ქვეყანაში მინიმუმის მოახერხეს, რომ კრიზისი ყველასთვის კიდევ უფრო თვალხილული გახადეს. მეორე და მნიშვნელოვანი რაც არის ის, რომ ეს არის განაცხადი კონკრეტული იმასთან დაკავშირებით, რომ ამ ქვეყანას ყავს არაფორმალური მმართველი და მას ოფიციალურად უკვე დაერქვა რუსეთის კაცი. ხო, ამას გულისხმობს ეს ყველაფერი რუსეთის სასარგებლოდ ჩართულია საქართველოს დესტაბილიზაციაში. ეს ქაოსი, რაც ქვეყანაში მიმდინარეობს, არის სწორედ მისი პასუხისმგებლობა და ამის გამო მას მოხდა ეს სანქციები. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მას უტოვებენ გზას იმისთვის, რომ უბრალოდ დროზე მოეგოს გონს და სანამ ეს სანქციები კიდევ უფრო ფართოდ გავრცელდება და კიდევ უფრო ფართო მნიშვნელობა შეიძენს, მათ შორის როგორც შეიძლება იყოს კომპანიებზე გავრცელება უკვე მის მფლობელობაში არსებული, უბრალოდ გაადგას ნაბიჯი უკან, დაიხიოს უკან და დანიშნოს ქვეყანაში ახალი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები და გამოუშვას ყველა პოლიტიკური პატიმარი, რომელიც დაჭერილია რუსული კანონის აქციების შემდგომი პერიოდიდან. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს ცხადია განაცხადია მათ შორის ევროკავშირისთვის, რომელსაც კიდევ უფრო მეტი ბიუროკრატიული ჩამკეტი მექანიზმები აქვს, რომელსაც კიდევ უფრო დიდი დრო სჭირდება იმისთვის, რომ მაგალითად გადაწყვეტილებები მიიღოს და მსგავსი ტიპის სანქციები გამოსცეს. ეს არის განაცხადი და ჩვენ ვნახეთ, ხო, მათ შორის უკვე გამოხმაურებები ევროკავშირიდან, რომელმაც თქვეს, რომ ეს იყო მნიშვნელოვანი ნაბიჯი და შეიძლება აღქმული იყოს როგორც სიგნალი და ეს არის მათ შორის სიგნალი ბიძინა ივანიშვილისთვის და ქართული ოცნებისთვის და ეს უკვე მათ რიტორიკაში შეიმჩნევა, რომ ხო, ვერც ტრამპის ადმინისტრაციის დროს ვერ შეიცვლება ვერაფერი მათთვის სასიკეთოდ, რადგან ისინი აღქმულები არიან ოფიციალურად როგორც ამერიკის მტრები და დემოკრატიის მტრები და ამას უბრალოდ თავისუფალი სამყაროს ლიდერი ქვეყანა არავის არ პატიობს, არავინ არ გაპატიებს ირანთან დგომას და რაც უნდა გვახსოვდეს ამ ბრძანებით, რომელიც ეხება რუსეთის სასარგებლო მავნექმედებებს, დასანქცირებულია მაგალითად პესკოვი, ლავროვი, ვოლოდინი, ანუ ადამიანები, რომლებიც არ აღიარებენ ამ ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას, არიან საქართველოს მტრები და მათთან ერთად სიაში მოექცა ბიძინა ივანიშვილი. ხო, ანუ ხედავთ რეალობას, რომ ჩვენ გვყავს მართველი, რომელსაც არ ვიმსახურებთ დე-ფაქტო ხელისუფალი და რომელსაც მხოლოდ მეგობრები დარჩა ტერორისტულ ორგანიზაციებთან, მათთან აქვს ვიზიტები და სასანქცირებულთა სიაში აღმოჩნდა, ვიცი, ჩვენს ისტორიულ მტრებთან, ადამიანებთან, რომლებიც რამდენიმე წლის წინ ამ ქვეყანას ბომბავდნენ, ხო? ამიტომ რაც უნდა გვახსოვდეს, ეს პროცესი მათ შორის და ეს შედეგი მოიტანა აი ამ პროტესტმა, რაც აქ იყო და ამ ხალხის დამსახურებაა და ამ ხალხმა დაიმსახურა ის, რომ მსოფლიოს პირველი ქვეყანა მათ უპირობოდ ხარს უჭერს და მიიღო მსგავსი რადიკალური ნაბიჯები. დიდი მადლობა ნიკა ფარულავას, კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთ წევრს უსმენდით პირდაპირ ეთერში. ასეთია განწყობა და მოლოდინები პოლიტიკურ სპექტრში. პოლიტიკოსებს აქვთ მოლოდინი უკვე იმისა, რომ ამერიკი მას შემდეგ, რაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკვე გააკეთა ოფიციალური განაცხადი, ამ განაცხადს და ამ გადაწყვეტილებას მოყვება უკვე მსგავსი გადაწყვეტილება ევროკავშირის მხრიდანაც და ყველა თანხმდება იმაზე, რომ ეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება შედეგია იმ პროტესტისა, რომელსაც ხედავთ ჩვენ მთელი საქართველოს მასშტაბით, უწყვეტად უკვე თითქმის ერთი თვეა, 30 დღეად განან ადამიანები ქუჩაში და აპროტესტებენ ივანიშვილის გუნდის ანტისახელმწიფოებრივ გადაწყვეტილებებს. რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია გრძელდება. ამ წუთებში კიდევ ერთი მსროლობა შემოუერთდა დედაქალაქის მთავარ გამზირს, როგორც მე მესმის და ხედავ ჩემს უკან. პროტესტი გრძელდება, მოქალაქეები იკრიბებიან და ყველა დარწმუნებულია იმაში, რომ ახლა უკვე ამერიკის შეერთებული შტატების ამ გადაწყვეტილების შემდეგ ამ გადაწყვეტილებამ უпростоრად საბოლოოდ გადატეხა ნამდვილად წელში რეჟიმი და ივანიშვილის გუნდს დარჩა ერთადერთი რამ, რომ ჩანიშნოს ახალი არჩევნები და ყველა პოლიტიკური პატიმარი, რომლებიც მიმდინარე აქციების განმავლობაში უკანონოდ დააკავა, დაუყოვნებლივ გაათავისუფლა.